ისმინეთ ესე გამოვიდა მთესველი თესვა და იყო თესვასა მისმისა რომელიმე დავარდა გზასაზე და მოვიდეს მფრინველნი და შესჭამეს იგი და სხვაი დავარდა კლდოვანსაზე და სად არა იყო მიწა ფრიად და მეხსეულად აღმოსენდა და რამე თუ არა იყო სიღრმე მიწისა და ვითარცამზე აღმოხდა და დასხრა და რამე თუ ძირნი არა დაებნეს გახმა და სხვა დავარდა ეკალთა შორის და აღმოსენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი და ნაყოფი ვერ გამოიღო და სხვაი დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსენდა ნაყოფსა აღმოვიდოდა და აღორძინდებოდა და მოაქვდა 30 ათეული 60 და 100 და ეთყოდა რომელსა ასხენ ყურნის მენა ისმინენ რომელი იგის თესავს სიტყვას ამას თესავს რომელსა ასხენ ყურნის მედან ისმინენ და ეთყოდა მას და ეთყოდა მათ ესრედარ სასუფეველი ღმრთისა ვითარცა იგი კაცმან დასთესის თესლი ქვეყანასა და დაიძინის და აღდგეგის ღამე და დღე და თესლი იგი აღმოსენდის განორწმდებიან ვითარმედ იგი მან არა უცხი რამე თუ თვისი თავით ქვეყანა ნაყოფსა გამოიგებს პირველად წვილი მერმე თავი მაშინხა სავსე იფლი თავსა მაშინა და რაჟას მოსის ნაყოფი მეხსეულად უავლინის მან დგანი რამე თუ მოიწია მქაი ეთყოდა რა ზვამსგავსო სასუფეველი ღმრთისა ანუ რომელი გავი მოვიგო მისთვის ვითარცა მდოგვისა მარცვალი რომელი დაეთესის ქვეყანასა რამე თუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა რომელნი არიან ქვეყანასაზე და ოდეს დაეთესის და აღმოხდის და იქმნის იგი უფრო ის ყოველთა მხალთა და გამოიხმნის ტონით დიდ